ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ ლოცვის თემაზე. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ადამიანი უნდა თხოვდეს ღმერთს აუცილებლად თავის სათხოვარს და არა სხვა ვინმეს. მისი სათხოვარი ეკლესიაშია და არა მჩხიბავებთან, მკითხავებთან, ნათელმხილველებთან, ჰოროსკოპებთან და ასევე ის, რომ ხანდახან ჩვენი სათხოვარი არ არის ხოლმე სწორი. ღმერთს ჩვენ რას ვთხოვთ, თავად არ ვიცით. ეხლა ეს ამბავი გავაგრძელოთ. ასე რომ თუ კი ადამიანის სურვილი ასეთი ცდომილია და მხოლოდ ღვთისნება განუხრელი ისღა დაგვჩენია ღვთისნებას ჩვენი ნება დავუმორჩილოთ. მხოლოდ ის ვისურვოთ, რაც ღმერთს სურს და ასე ვილოცოთ. მამაო ჩემო, ხოლო არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ, იყავ ნებაი შენი. ალექსანდრე დიდი აზიაში დარიოს სპარს მთელი აღმოსავლეთს სამეფოს დასატყრობად ეომებოდა. ერთხელ ალექსანდრე საბანაოდ მდინარე კიდნაში ჩავიდა. როგორც კი წყალში შევიდა, მაშინვე საშინელმა სიცივე მოიცვა. სუნთქვა შეეკრა და კინაღამ მოკვდა. ალექსანდრე დიდის სიცოცხლე საფრთხის წინ დადგა. ეს სიჭაბუკე, დიდება და სიმამაცე ერთ წამში შეიძლებოდა ჩამქრალიყო. მისი ერთგული მეგობარი და ექიმი ფილიპე მაშინვე მეფის მკურნალობას შეუდგა. სხვადასხვა კეთილსურნელებით და ცხელი საფენებით გამოაკეთა, გამოაცოცხლა და მესამე დღეს წამლის მიღებას აპირებდა, რომლითაც მისთვის ჯანმრთელობა უნდა დაებრუნებინა. ამ დროს ალექსანდრეს ყველაზე ერთგული მხედართმთავრის პარმენიოსისგან წერილი მოუვიდა, რომელშიც ის აფრთხილებდა, რომ ექიმ ფილიპესთან ფრთხილად ყოფილიყო. მას არ ნდობოდა და მისი ხელიდან წამალი არ მიეღო, რადგან ფილიპე დარიოსთან იყო თანხმობაში. მის მოწავლას აპირებდა და ჯილდოდ რამდენიმე 1000 ტალანტს მიიღებდა. ალექსანდრემ წერილი ისე წაიკითხა, რომ არავისთვის უთქვამს ამის შესახებ და ის ბალიშის ქვეშ ამოდო. მესამე დღე დადგა. ექიმი ფილიპე, რომელმაც ღალატის შესახებ არაფერი იცის, მეფის კარავში შედის. ხელში წამლით სავსე თასი აქვს და მეფეს აწვდის. მეფე ერთი ხელით ფიალას ართმევს, მეორედ კი წერილს უჩვენებს. სანამ ფილიპე წერილს კითხულობდა, ალექსანდრემ თასი ყოყმანისა და მღელვარების გარეშე გამოცალა. შეჩერდი ალექსანდრე, რას აკეთებ? შენი სიცოცხლე არადგი ღირს, თავდაპირველად რად არ გამოიძიებ სიმართლეს, დამნაშავეა თუ არა ექიმი, დააცადე წერილი წაიკითხოს და რასაც მის სახელზე ამოიკითხავ, იმის და მიხედვით მოიმოქმედე. მაგრამ შენ ჯერ სვამ, შემდეგ კი ის კითხულობს და შენ ადამიანს ასე ენდობი? დიახ, ეუბნება თავის თავს ალექსანდრე. ფილიპე მეგობარიცაა და ექიმიც. მის სიწრფელეს ისევე ვენდობი, როგორც მის კურნებას, ხელოვნებას. ალექსანდრე არც თუ უსაფუძვლოდ მიენდო ექიმს, რამე თუ მისმა სწრაფმა გამოჯამთრებამ ამაო და ცრუ ეჭვი გაფანტა. ალექსანდრე დიდი მეფე
გამარჯვებული და გმირი, ენდობა ფილიპეს და მას თავის სიცოცხლეს ანდობს. ენდობა, თუმცა არსებობდა ეჭვი, რომ იმას მეფის მოწამვლა სურდა. მან გაიფიქრა და თავის თავს უთხრა, ფილიპე ექიმია, ესე იგი განკურნება შეუძლია. ფილიპე ჩემი მეგობარია, ესე იგი უნდა ჩემი განკურნება. შენ კი ქრისტიანო, როცა შენი ავადმყოფობის, შეჭირვებისა და მწუხარების დროს ღვთის ხელს მიენდობი, როგორ ფიქრობ, ეს ვისი ხელებია? ის ღმერთია, ის მამაა, ამიტომ უთხარი შენს თავს. ის ღმერთია და როგორც ყოველ ბრძენმა იცის რა მჭირდება. ის მამაა, მას როგორც სახიერს უნდა აუცილებელი მომცეს. მე მწამს მისი სიბრძნის, მწამს მისი სიყვარულის, მხოლოდ ის მინდა რა ჩემს ღმერთს, ჩემს მამას უნდა ჩემთვის. მე მას არაფერს ვთხოვ, რამე თუ არ ვიცი რა ვითხოვო, არ ვიცი რა არის ჩემთვის სასარგებლო. დაე ეს მან ყოველ ბრძენმა ღმერთმა იცოდეს და ეს მან სახიერმა მომცეს. მამაო ჩემო, ამ ქვეყნად ავადმყოფი ვიყო თუ ჯანმრთელი, დიდარი თუ ღარიბი, ბრძენი თუ უსწავლელი, უმაღლეს პატივამდე აღზევებული თუ ჩემს მოკრძალებულ მდგომარეობაში შთენილი, ყავდე შვილები თუ ვიყო უშვილო, ადამიანებისთვის სასურველი ვიყო თუ საძულველი, დიდი ხნის სიცოცხლე ვითხოვო თუ დღეს ან ხვალ მოკვდე, არ ვიცი რა არის სასარგებლო ჩემთვის. ეს იცი შენ და გააკეთე როგორც იცი, არა ვითარცა მებნებავს, არამედ ვითარცა შენ. ქრისტიანენო, მინდა ეს ორი სიტყვით გამოვთქვა ყველა თქვენს საჭიროებაში, მხოლოდ ღმერთს მიმართეთ. სთხოვეთ, რათა ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში არა იცით, რასა ითხოვთ. ყოველგვარ საჭიროებებში ღმერთს მიმართო, მაგრამ ვიმეორებ რა სახით? მხოლოდ ის ვევედრო, რომ მისთვის სასურველი შესრულდეს, კარგი, მაგრამ ვიმეორებ როგორი ბაგეებიდან. ორი უგდე რას ამბობს ღმერთი ესაიას პირით. ოდეს განმიყვნენ ხელნი თქვენი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემი თქვენგან და უკვე თუ განმავლობით გამრავლთ ბედრებაი არა შევისმინო თქვენი. ანუ როცა ჩემს წინაშე წარდგებით და ლოცვად ხელს აღაპყრობთ, პირს ვიბრუნეთ თქვენგან და არ მოგხედავთ. ლოცვა კიდეც რომ გააორმაგოთ და გაასამოგოთ, არ შევისმენ თქვენსას. რატომ? რამე თუ ხელნი თქვენი სისხლითა სავსე. ეს რა სისხლია ჩვენს ხელებზე? იმედი მაქვს, რომ იმ ქალაქში, სადაც საუბრობ, არ არის ასეთი ბოროტება. ჩვენი ლოცვები არის მინება ღვთის წინაშე ჩვენი უკეთური საქმეების გამო. აი სისხლი ჩვენს ქალაქში, თქვათ, რამდენია? რამდენი ჩვენთაგანი კლავს წიაღში თავის შვილს სასტიკად? რამდენი ადამიანი, რამდენი ძმა ძმას კლავს, აგინებს, შეურაცხყოფს? რამდენი მომხვეჭელი სხვის უძლურებაზე მდიდრდება? ეხლა ერთი რა მინდა ვთქვა, აი ბიზნესი რო ესე ვითარდება, კაია ეკონომიკისთვის, მაგრამ აბა ვკითხოთ აი ამ გოგო ბიჭებს, ვინც მუშაობენ. ერთ კაცს ავალებენ 3 ადამიანის საქმეს.
არის მოლარე, არის ვთქვათ, კონსულტანტი და არის დამლაგებელი. და იღებს ერთის ხელფას. უნდა იმუშაოს 3 კაცმა და მუშაობს ერთი. თუ კაცმა უნდა იმუშაოს, ვთქვათ, სამუშაო დღეში 6 საათი, მუშაობს 9 საათი. მაგრამ შემოსავალი მას აქვს იგივე. რატო? ამით მდიდრდება დამქირავებელი. და საოცარია, როცა ეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ვეღარ ძლევენ, ბუნებრივია და შეუძლებელია ასე მუშაობა. და ეუბნება, რომ აი უფროსო, მენეჯერო თუ ვინც ახარ, მე ვეღარ მუშაობ ესე. აი რა უნდა იყოს პასუხი თქვათ იმისგან. თუ არ გინდა წადი. განაის რომ თქვათ შენ ამას შეუმსუბუქო და გაუნაწილო შემოსავალე შენი სხვასაც. ხო? შემოგდის მერტმაში გარკვოს. უამრავი საშუალება სხვით გაჭირვებაზე. იმიტომ რომ მე ადამიანი დღეს აი ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან. ხედავენ უსამართლობას. მათი შრომა არ ფასდება და დამქირავებელი წურავს, ბოლომდე წურავს. ადამიანი მივა თქვათ ოჯახში ძიძად უნდა თქვათ ბავშვს მოუაროს, მოელაპარაკება და ამ დროს ოჯახის უფროსი დაავალებს მას დიასახლისობას, დალაგებას, გასეირნებას, ძაღლის ჭამას, კატის დაბანვას. ალბათ წასვლას ხელში მისმაგივრად სხვასთან შეიძლება, რა ვიცი. მაგრამ ხელფასი იგივე რჩება. თუ უნდა ემუშავა თქვათ 10-დან 6-მდე, მუშაობს 8-დან 12-მდე ღამის. ხელფასი იგივე რჩება. რატო? აი ეს არის სწორედ აი რაც მრავლდება ჩვენი სოდვები. ერთ-ერთი ეს არის. ეს უსამართლობა. და დაჩაგვრა აი ამ ადამიანებისა. ეს არ შეიძლება, ეს უსამართლობაა. და ესეც აი მე ჩვენი ლოცვები არის მინდა, ბევრი მათგანი ეკლესიურია, რაღაცა ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ეფრემასურს ლოცულობს, რაღაც თავს უწყობს, იატაკს, მაგრამ აი ეს მომხოჭველობა ისე ჩაეხვია მის გულს და სულს. ამით ხარჯებს ზოგავს და ჯიბეს ისქელებს. გავაგრძელოთ. აი, სწორედ ამისი მეშინია უწმინდურობის სისხლი. სისხლი ხორციელი ცოდვებისა. ამ სიტყვის კიდევ უფრო მეტად მეშინია. ასე წაბილწული ხელებით ღმერთს არც დანახვა უნდა ჩვენი და არც მოსმენა. ოდეს განიპრნენ თქვენ ხელნი ჩემდამო მივაქციე თვალნი ჩემნი თქვენგან და უკვე თუ განმავლობით განამრავლოთ ვედრებაი არა შევისმინო თქვენი რამე თუ ხელნი თქვენი სისხლით ასავსე განებანენით წმინდა იქმენით. კეთრით იყო ავად დიადი ძლიერი და დიდებული ასურველი წარშინებული ნეემანი. იგი განსაწმენდად წინასწარმეტყველ ელიასთან გაეშურა. მან გაითვალისწინა, რომ ეს ფრიად საძნელო და ძვირად ღირებული საქმეა და თან წაიღო 10 ტალანტი ვერცხლი, 6 ტალანტი ოქრო და 10 ხელი საუკეთესო სამოსელი. რათა გაეჩუქებინა და ეხარჯა და ამით გამოჯამთრებულიყო. როცა ელისეს ნეემანის მოახლოება შეიტყო, ბრძანა ეთქვათ მისთვის, რომ შეჩერებულიყო. მასთან ახლოს იორდანეა და მივიდეს 7 გზის შთაიფლას წყალში და განიკურნება. მივედ იბანე იორდანესა 7 გზის და მოიქეც ეს ფერი შენი შენდა და განსმდე. შენ წახვედი, განიბანე და განეწმინდე. იმ ფულიდან კი, რომელიც თან წაიღო, ნეემანს არაფერი დაუხარჯავს. 60-დან
არაფერი გაუჩუქებია. ის ასე იაფად, ასე იოლად განიკურნა. წავიდა, განიბანა და განიწმინდა. ჰოი, რა რიგ სასიამოვნო უწყებაა. ჩვენც გვინდა რომ განვიწმინდოთ. მივიდეთ მოძღვართან, როგორც ნეემანი ელისესთან. თქვენ ფიქრობთ რომ ის იერუსალიმში გავგზავნის წმინდა ადგილების თაყვანისმცემად, ან უდაბნოში სამოღვაწეოდ, ან კიდევ გვიბრძანებს მთელი ჩვენი ქონება ღარიბებს დაურიგოთ. არაფერი ამდაგვარი, არაფერი. მას რის გაკეთებას გვიბრძანებს, მხოლოდ თქმა სიტყვისა, ვცოდე, ორიოდ ცრემლის დაყვრას და ამით განბანილნი, განწმენდილნი და მიტევებული ვართ. ეს რწმენის ნაწილია. ისმინეთ, როგორ გვაუწყებს, გვარწმუნებს ამაში, ცოდვილთ მანუგეშებელი წმინდა იოანე ოქროპირი. ჰოი, დიადო კაცმოყარებავ, ჰოი, განუზომელო სახიერებავ, ღმერთი სრულად ამართლებს ცოდვილს შემდგომ იმისა, რაც ის თავის ცოდვებს მოინანიებს და სამომავლოდ აღთქმას დებს, ან გამოსწორებაზე. მხოლოდ დროის დაკარგვა არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა ავდივართ იერუსალიმში, ახლა როცა ახლოვდება წმინდა დღეები და ქრისტეს წმინდავნება, თუ შესაძლებელია დღეს, ხვალინდელი დღეს ლოდინის გარეშე, ხოი ეს ხვალ, ანუ ღალატება არ შეიძლება აღსარების. რა რიგ დიდი დაბრკოლება ჩვენ ცხოვრებაში. თავარი მიზეზია ჩვენი განსაღებისა, განსაჯელისა, ასე რომ შეძლების დაგვარად სასწრაფოდ განვიბანოთ, განვიწმინდოთ წმინდა აღსარებით, როცა ამგვარად განვიწმინდებით და განვიბანებით, ღმერთი ხელგაშლილი მიგვიღებს, ნათელი მზერით შემოგვხედავს, მოგვისმენს, ჩვენსაც შეისმენს, აქ ცოდვათა მოტევებას მოგვადლის, იქ კი ცათა სასუფეველს. ამინ. პატარა რეზიუმე ჩვენი საუბრის, რომ უნდა ადამიანმა ღმერთს თხოვოს აუცილებლად თავისათხოვარი და არა სხვა ვინმეს. ზოგიერთს უნდა გაიგოს თავისი რაღაცა მომავალი, მიდის კითხავთან, მიდის ჭყივავთან, ზოგიერთი კითხულობს კვირის რაღაცა ასტრონომიას თუ რაღაცეებს, რომ ამ კვირაში მას რა დაემართება. ეს არის ცოდვა მძიმე. როგორც მიხვიდე კერპთან იგივეა. ბაალთან რომ მიდიოდა ის მეფე ოქოზია, მაგის მსგავსია. და მან ამის გამო სიკვდილი მიიღო. უნდა მიმართო ღმერთს, მაგრამ რა უნდა სთხოვო არ იცი. შენ რო მიწიერს ყოფით თხოვ, საღლს, კარს, ჯანმრთელობას, ეს არ იცი შენ ისთვის რა მოგივა ამის გამო. თქვათ ითხოვე ქონება, შეიძლება დაბრყოლდე. ითხოვე ჯანმრთელობა, შეიძლება სოდო მაგის გამო. თქვათ კიდე სხვარაველი მიიღე, რაში გამოიყენებ მაგას. ამიტომ თხოვე რომ ღმერთო, რაც შენ წადია, იყოს ნება შენი ყველაფერზე. შენ მომეცი, შენ იცი მე დამჭირდება, მომეცი, შენ გინდა ავანტყოფობა, გინდა უძლურობა, გინდა უფულობა, შენ მომეცი. და მე მომეცი ძალა რომ შენ დაგემორჩილო. და ასევე როცა ჩვენ ღმერთს თხოვთ სათხოვარს, ამისი უფლება უნდა გქონდეს. ანუ უნდა მოინანიო, გამოსწორდე ცოდვები მოგეტევოს და ღმერთს ასე წმინდა გულით თხოვო. თუ შენი ხელები სავსეა სისხლით, პირიქით ღმერთი შენს თხოვნას პირს მიაბრუნებს და არაფერს მოგცემს. აი ღმერთმა ჩვენ ახლა დღევანდელ საკითხავში რომ მოწაფეები უფალს რას ეუნებიან, რას თხოვენ, თავად არ იციან. უფალი მათ ეუნება ნებაზე დამძიმებული გულით
და ისინი მას თხოვენ დიდებას. მათ წინ ელოდება ჯვარი და ისინი ეთხოვენ სამოთხეში ყოფნას. მათ არ იციან რას ეთხოვენ. აი ჩვენს უნდა ვიცოდეთ ღმერთს რა უნდა თხოვოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ.